ნამდვილი სამშობლოს სიყვარული არ უნდა დაგვავიწყდეს რა არის რომ ეს არის რას მისცემ შენ სამშობლოს და არა რას მოგცემს ის შენ. იმიტომ რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როდესაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანისთვის თავის გაწირვა შეუძლია. და ეს თავგანწირვა სჭირდება შენ სამშობლოს. ამიტომაც თუ კი შემეკითხებიან რა არის ჩემთვის სამშობლო და რა შემიძლია გავაკეთო, უნდა დავიხარჯო მაქსიმალურად. და როგორ შეიძლება რომ სამშობლოს აღმშენებლობას ემსახურებოდეს, ვთქვათ, ეხლა მაგალითად ადამიანი, რომელიც პურს აცხობს, რომელიც სადღაცას ყანას თოხნის, ადამიანი, რომელიც, ვთქვათ, ექიმია თუ მასწავლებელია თუ ასე შემდგომ სხვადასხვა პროფესიის. როდესაც ის თავის საქმეს აკეთებს კეთილსინდისიერად, იცოდეთ, სწორედ ეს არის სამშობლოს სიყვარული. ეს არის რომ შენ ყველაფერს აძლევ შენ სამშობლოს, იმიტომ რომ თუ კი გექნება ეს დამოკიდებულება, რომ კაცო ეხლა ამ პურს მაინც ფეფეჩიში იწვება და ეხლა როგორც იქნება, ისეთ იქნება, ასეთი დამოკიდებულებით სამშობლოს დანგრევა ხდება. ნებისმიერ პროფესიაში, მაგრამ თუ კი შენ მთელ გულსა და სულს დებ, მიუხედავად იმისა, რომ დამღლელია ეს ყველაფერი და შენგან ბევრ ენერგიას მოითხოვს, სულ გაცემას მოითხოვს, სამაგიეროდ ასე შენდება ქვეყანა, როდესაც ვიძახით რომ ჩვენ მომავალს გვინდა დაუტოვოთ უკეთესი ქვეყანა, როგორ დაუტოვებ უკეთეს, თუ ასეთ პროფესიონალიზმს არ მიაჩვევ და არ ასწავლი. თუ შენში არ დაინახან მაგალითი თავდადებისა, თუ მან შენში არ დაინახა როგორი იხარჯები ყოველდღიურად რაღაცა შენს პროფესიაში, რომელშიც ხარ, სხვაგვარად შეუძლებელია ან მომავალზე ლაპარაკობ და ესე იგი არ გიყვარს ეს მომავალი. ან იმაზე ლაპარაკობდე, რომ სამშობლო გიყვარს, ესე იგი არც სამშობლო არ ყვარები. შესაბამისად, სამშობლოს სიყვარული ჩემთვის პირველ რიგში ალბათ ეხა მოკლე ფორმულირება რო ვთქვათ, ალბათ არის ის გაცემა, ის დახარჯვა ყველაფრის მიცემა მისთვის, რომ ფორმულირება ერთხელ იმაში წავიკითხე დათათუთაშხიაში არის ესეთი რამ, რომ სამშობლოს უნდა მისცე ყველაფერი და მისგან მიიღო იმდენი, რამდენი ჩემი არსებობისთვის არის საჭირო და ეს დიდ მოღვაწეობას მოითხოვს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად სამშობლოს სიყვარულია ასეთი ფორმულირება.